სასამართლოს გადაწყვეტილებით კახა მისირელი გაათავისუფლეს, ის გიორგი დემეტრაძესთან ერთადერთი კვირის წინ დააკავეს. ბრალად კი ქურდულ სამყაროსთან კავშირი წაუყენეს. დემეტრაძის ადვოკატის განცხადებით პატიმრობა მას მოსამართლემ გირაუთი შეუცვალა. კახა მისირელის შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი პოლკოვნიკი და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანია. იზერეკლე კოდუას მოადგილე გახლდათ, რა მიზეზით გაათავისუფლეს. 3 დაკავებულიდან ერთ-ერთი და რას ედავებოდნენ 2005 წელს სოდის თანამშრომლები. მისირელს ნახეთ მაესტროს ახალ ამბებში 9 საათზე. პატიმრობიდან გათავისუფლებული იქნა მისირელი, რომელიც ასევე ქურდული სამყაროს წევრობისათვის არის ბრალდებული. მას აღკვეთ ღონისძიება შეუცვალეს ახლობით 5 დღის წინ. შეცვლის მოტივი აღკვეთ ღონისძიების იყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. საქართველოს ბედნიერ ქვეყნებს შორის 115 ადგილზეა. ორგანიზაცია გელაფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს ჟურნალი Forbes აქვეყნებს, რომლის მიხედვით 115 ადგილს საქართველოს მოზამბიკთან, ეგვიპტესთან, ზიმბაბვესთან, მაროკოსთან, ინდოეთთან, სირიასთან, ავღანეთთან, შრი-ლანკასა და მავრიტანიასთან იყოფს. რეიტინგის თანახმად საქართველოში გამოკითხულთა მხოლოდ 10%-ია ბედნიერი, 56% პრობლემები აქვს, 35% კი თავს უბედურ ადამიანად მიიჩნევს. საქართველოს ამ მაჩვენებლით 6,2 ქულა ერგო, რაც პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე სავალალოა. რუსეთმა 73 ადგილი დაიკავა, უკრაინამ 74, ბელორუსიამ 54, სომხეთი 100 ადგილას არის, აზერბაიჯანი 103-ზე, თურქმენეთი კი მე-18-ზე. კიდევ ერთი სიახლე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ვერა ქობალიას პირველ მოადგილედ არჩილ კეკელია დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან გრიგოლ გობეჯიშვილი შეცვალა. ქობალიას კიდევ ერთი ახალი მოადგილე ჰყავს, დავით გიორგაძემ სურაბ ალავიძე ჩაანაცვლა. გობეჯიშვილმა და ალავიძემ თანამდებობები სამინისტროში ვერა ქობალიას მისვლის შემდეგ დატოვეს. მინისტრის მოადგილის პოსტებს ამ დრომდე ინარჩუნებენ გიორგი კარბელაშვილი, ურუზმაგ ქარქუსოვი და სულხან სისაური. ახალი მოადგილეები მინისტრმა თავად წარადგინა. ქობალიან ვაკის რეჭკომბინატის გასხვისებაზეც ისაუბრა. ობიექტის შეფს დილამ 7,300,000 ამერიკულ დოლარად შეისყიდა. აუქციონზე შეფს კავკასიის უძრავი ქონების ჯგუფიც მონაწილეობდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, რეჭკომბინატის პროფილი არ შეიცვლება და მის ადგილას მაღალი დონის სამედიცინო დაწესებულება გაიხსნება. გუშინ სამინისტრომ ჩაატარა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აუქციონი და თითქმის ორმაგ ფასად 7,300,000 დოლარად გაიყიდა ილია ჭავჭავაძის გამზელზე მდებარე ლეჭკომბინატის შენობა. აღნიშნული ქონება იყიდა ქართულმა კომპანიამ დილა, რომელიც უძრავ ქონების ბაზრის ერთ-ერთი მსხვილი და წარმატებული მონაწილეა. შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტმა მიიღო დამატებითი თანხა, თბილისს კი ექნება საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო ცენტრი. ვაკის ლეჭკომბინატი ერთ-ერთია იმ ფასეული უძრავი ქონებიდან, რომელსაც ფლობს საქართველოს სახელმწიფო და რომლის რეალიზაციის შედეგად მოგებული დარჩება როგორც ინვესტორი, ასევე საზოგადოება. ამ მიზნით ჩვენ ვაპირებთ გავააქტიუროთ მუშაობა უპირველესად კერძო სექტორთან, მათ შორის ბანკებთან და საბროკერო კომპანიებთან, პოტენციურ ინვესტორებთან. ყოველივე ამას ჩვენ განვახორციელებთ სამინისტროს ახალ გუნდთან ერთად. და მე სიამოვნებით წარმოგიდგენთ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველ მოადგილეს არჩილ კეკელიას. ირაკლი ალასანია ნინო ბურჯანაძეს პასუხობს. ბურჯანაძე მაიტივის პრეს-კლუბში საუბრისას განაცხადა, რომ ალიანსის გუნდი მთავრობამ კომფორტულ ოპოზიციად ხელისუფლების გადასაბარებლად აქცია. ყოფილი პოლიტიკური გაერთიანების ალიანსის საქართველოსთვის ლიდერი კოლეგის განცხადებას დღეს გამოიხმაურა. ალასანიას თქმით, ყველა პოლიტიკურ ძალას, მათ შორის ბურჯანაძეს თავისი პრინციპები აქვს. მისი თქმით, ალიანსის მთავარი მიზანი საარჩევნო გარემოს და ხელისუფლების არჩევნების გზით შეცვლა გახლდათ. არიან პოლიტიკური ლიდერები, ვისი ხედვა ძალიან განსხვავდება იმ პოლიტიკური ხედვისგან, რითიც მე საზოგადოების წინაშე წარმოვჩინდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნებრივია ჩვენ გვაქვს საქმე ძალიან ტრაგიკულ მოვლენასთან ოპოზიციაში. იმიტომაც ვართ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები, რომ გვაქვს სხვადასხვა წარმოდგენა ჩვენი ქვეყნის განვითარების მომავალზე. ამიტომ ქალბატონ ნინოს რისი რწმენაც აქვს იმ გზას გაყვეს. მე ქალბატონ ნინო დიდი ხანია უკვე არის პოლიტიკაში და დარწმუნებული ვარ და იმედი მინდა მქონდეს, რომ საზოგადოებას ნათლად დაანახებს როგორ განვითარებას უჭერს მხარს ჩვენს ქვეყანაში. ჩემი გზა არის ძალიან ნათელი. არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლა
საარჩევნო გარემოს შეცვლის გზით. ამ კუთხით ჩვენ თანამშრომლობთ მუშაობთ იმ პოლიტიკურ ძალებთან ერთად, ვისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება. უახლოეს პერიოდში იმედი მაქვს დაიწყება მოლაპარაკებების პროცესი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, რომელიც მხარდაჭერილი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან და უახლოეს ერთ წელიწადში მე მაქვს წმენა იმისა, რომ საარჩევნო გარემოს შევცვლით და აუცილებლად დავამარცხებთ ნაციონალურ მოძრაობას შემდეგ არჩევნებში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფ შალვა ნათელაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური მდივნის ევროპული დივიზიონის დირექტორს ელიზაბეთ სტეჰერს შეხვდა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა ძაგანიამ განაცხადა, რომ შალვა ნათელაშვილისა და ელიზაბეთ სტეჰერის შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი იქნა განხილული, მათ შორის საქართველოს ოპოზიციურ პარტიათა მიერ 2009 წლის 20 დეკემბერს გაეროში გაგზავნილი მიმართვა, საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ამ ორგანიზაციის კონტროლითა და ეგიდით ჩატარებასთან დაკავშირებით. შალვა ნათელაშვილმა გაეროს ხელმძღვანელობას აცნობა სააკაშვილის მიერ ხელისუფლების კონსტიტუციური ცვლილებების გზით უზურპაციის საფრთხეზე და მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოს სანამ ჯერ კიდევ დროა საგანგებოს ხდომაზე დააწესოს საერთაშორისო სამართლებრივი სანქციები საქართველოს პრეზიდენტისა და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ. ქალბატონმა ელიზაბეთ სტეჰერმა განაცხადა, რომ ამ პრობლემების შესახებ დაუყოვნებლივ ჩააყენებს საქმის კურსში გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს, ასევე უშიშროების საბჭოსა და გენერალური ასამბლეის ხელმძღვანელობას. კონსერვატიული პარტია მესტიის სპეცოპერაციის შესახებ განცხადებას აღწევს. კახა კუკავას თქმით, სამართალდამცავებმა მხოლოდ დაკავებული ნელი ნავერიანის პოლიტიკური პოზიცია ამოქმედებდათ. ნავერიანი ოპოზიციის წარმომადგენელია და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ალიანსის საქართველოსთვის პირველი მაჟორიტარი გახდათ და საკრებულოში მესტიას წარმოადგენდა. კუკავას განცხადებით ის მნიშვნელოვან სამხილებს ფლობდა, რითიც უცხოელი ინვესტორის არარსებობა და სვანეთის მიწების გასხვისებით ზაზა გორუზიას ინტერესი მტკიცდებოდა. ნელი ნავერიანი და მისი სამინათესავი ძმები ჯაფარიძეები 7 ივლის სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. მათ ბრალად კანადური კომპანიისგან ფულის გამოძალვა ედებათ. თუმცა ამ ამბის პოლიტიკურ მოტივებზე ადგილობრივები და დაკავებულების ახლობლებით საუბრობენ. ნელი ნავერიანი არის კრიმინალი. ეს არის შეურაცხყოფა არა მარტო ამ ადამიანის და მისი ოჯახის, არამედ მთელი მესტიის. ერთადერთი რის გამოც ეს ადამიანი იდევნება არის ის, თქვა შორის ეს ვერ მოხდა ვერცერთ სახელმწიფო არხზე, რომ ის იყო მესტიის საკრებულოს ახლად არჩეული წევრი ოპოზიციიდან და ეს არის პოლიტიკური დევნა მის წინააღმდეგ. საუბრებს რაც შეეხება კორუფციაზე თუ კანონის დარღვევაზე. ჯერ კი უნდა ითქვას, რომ არანაირი კანადელი ინვესტორი არ არსებობს და ეს კანადელი ინვესტორი, რომელზეც სააკაშვილი გველაპარაკებოდა ასეთი სიამაყით, არის ზაზა გოროზია. ნელი ნავერიანი შეეწირა იმას, რომ ის იცავდა მესტიელების საკუთრების უფლებას, რომ ამ მესტიელების მიწების მისაკუთრებას ცდილობდა ზაზა გოროზია. ეროვნული ფორუმის წარმომადგენელმა ირაკლი მელაშვილმა პარლამენტში სამოქალაქო მოძრაობის მიერ შექმნილი საინიციატივო ჯგუფის მიმართვა წარადგინა, რომელიც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს ითვალისწინებს. არჩევნებზე ხმის მიცემის გაყალბების პრევენციისთვის განცხადებაში ნათქვამია, რომ სამოქალაქო საზოგადოება ხმის მიცემას ბიომეტრიული მონაცემებით ითხოვს, რაც პასპორტის თითის ანაბეჭდისა და ფოტოს გამოყენებას გულისხმობს. საინიციატივო ჯგუფი საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ან ერთად ან პოლიტიკოსებსაც აერთიანებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებზე დამატებებს საარჩევნო კოდექსში, რომლის მიხედვითაც ამომრჩევლის რეგისტრაცია და ხმის მიცემის პროცედურა არჩევნების დღეს უნდა მოხდეს ამომრჩევლის ბიომეტრიული მონაცემების გათვალისწინებით. რაც უზრუნველყოფს იმას, რომ ერთ ერთი ამომრჩეველი ვერ შეძლებს ვერანაირი სხვადასხვა სახელი და გვარით, ვერანაირი სხვადასხვა მისამართზე ორჯერ ან მეტჯერ გავლას ან რეგისტრაციის, ან ორჯერ ან მეტზე ხმის მიცემას. ეს გამორიცხავს გაბერილ საარჩევნო სიახლე, ეს გამორიცხავს გაყალბებებს არჩევნების ხმის მიცემის პროცესში, როდესაც ერთი და იგივე ამომრჩეველს შეეძლო რამდენჯერმე მიეცა ხმა.